პირველ რიგში გისურვებთ გიორგის რაც შეიძლება მალე გათავისუფლებას, თავისუფლება გიორგის და თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ვიდრე დავიწყებთ თქვენთან საუბარს, ერთი ვიდეო გავრცელდა დღეს TikTok-იდან წამოვიღეთ ეს ვიდეო, მოდით მაყურებელს ვაჩვენებთ გიორგის სათქმელს, მოვასმენინებთ და შემდეგ დავიწყოთ საუბარი. სალამი ჩემო საყვარლებო, მინდა გითხრათ რამდენად ამაყი და ბედნიერი ვარ თქვენ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. ყოველი სასამართლო ერთ-ერთი ბედნიერი დღეების სიაში შედის. რა თქმა უნდა თქვენი ძღაბობა. ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან სასამართლოებზე და ზოგადადაც ვერ გამოვხატავ იმ სიყვარულს, რასაც შინაგანად ვგრძნობ და მინდა ყველან გაიგოთ, რომ ძალიან მიყურხართ. დანარჩენზე კი რო გამოვალ მერე. აშკარაა ჩვენი ნახვები და შეხვედრებიც დასასრულს უახლოვდება. გული არ გაიდეხო. თითოეული ადამიანის თვალებიდან ყველაფრის მეტყველი გამოხედვა არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან და მით უმეტეს გულიდან. ნებისმიერი შედეგი ჩემთვის სასიკეთოა, რადგან აღმოგაჩინეთ, გაგიცანით, შეგიყვარეთ და თავით შეგაყვარეთ. ჩემო თანამებრძოლებო, იბრძოლეთ იქამდე, სანამ ერთ ადამიანს მაინც ექნება ამ ბრძოლის მოგების იმედი და რწმენა. იყავ ის ერთი ადამიანი ყოველთვის შენ. წერილის ადრესატო. მომიყევი შენზე თუ წერა არ გეზარებ. სიყვარულით გიორგი ვალერის ძე მინდაძე. დანის ნომერ მერვე პენიტენციურიდან. თავისუფლება გიორგის, თავისუფლება რეჟიმის სინდისის პატიმრებს. ნანი, როგორ ხართ პირველ რიგში ეს მინდა რომ მკითხოთ, წარმომიდგენია რა მძიმეა დღევანდელი დღე თქვენთვის და თუ იცით როგორ არის გიორგი მოსამართლის დღევანდელი ამ საშინელი გადაწყვეტილების შემდეგ, რა შემოგითვალათ, რა შეგიძლიათ გითხრათ? მოგესალმებინდა. მივესალმები მაყურებელს. უღმესი მადლობა. ყველას განსაკუთრებულ დიდ მადლობას გიხდი. ინდა რომ დღეს მთელი დღე ჩემი აზრი გქონდა და მკითხულობდი. გიორგი უფრო მხნედ იყო, მაგან გამამხნევა მეც. გიორგი მასე განაცხადა. მედგრად უნდა იყოთ სუყველა, რომ ჩვენ ბიჭები კარგად ვიყოთ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავნებდეთ, უკან არ უნდა დავიხიოთ არაფერზე, როცა თქვენ მედგრად იქნებით, მაშინ ჩვენ ყოველთვის კარგად ვიქნებით. არ განერვიულდეთ, განაჩენს ვიცი რომ მივიღებ დღეს, არ აყვეთ ემოციებს, ერთმანეთს გაუფრთხილდით. პირველ რიგში თქვა რომ არავინ არ აცემინოთ, ისე წყნარად და მშვიდად გადით აქედან, შეეგუეთ ჩემ განაჩენს, და ჩემით შეეგუება და ეცადეთ რომ ჩვენ შიგნით ვარ და თქვენ გარეთ იბრძოლეთ, სანამ ერთ ადამიანს გაქვთ აზრი იმისი რომ გამარჯვება ჩვენია. ზუსტად ამ აზრით, ამ მიდგომით მეც მხნედ ვარ, მთელი ხალხის თანადგომით, სტუდენტების თანადგომით, ნამდვილად განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა. ასეთი სანუკვარი სტუმრები არც ერთი ჩვენი მთავრობის წარმომადგენელს არ ეყოლება, როგორიც მე დღეს მყავდა. მართლა ძალიან მძიმე დღე იყო, მაგრამ ბედნიერი ვიყავი ხალხის სიყვარულით და თანადგომით. და გიორგიც. გიორგი მანამდე გამოაგზავნა წერილი და მოეფერა სულ ყველას აბსოლუტურად. მოუხადა ბოდიში რომ ვერ გამოხატავდა ამ სიყვარულს და ეხლა წერილობით გამოაგზავნა. მე დაურთო მაგას სურათიც, ნახავდით ალბათ. და იქ იყო აღნიშნული ყველაფერი სასამართლოზე ვინ შემოდიოდა და ვინც ესწრებოდა დაინახა სულ ყველამ ეგ პორტრეტები და მიხვდნენ რაც ხდებოდა. მართლა ბედნიერება ამხელა სიყვარული, ამხელა გვერდში თანადგომა. მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, აი ნამდვილად ბედნიერი ვარ ჩემი შვილით. პატრიოტული შვილი რომ მყავს. გიორგი მინდაძის დედობით უბედნიერესი ვარ, მაგრამ თქვენი თანადგომით, სიყვარულით, ამ ქართული ენთუზიაზმით, ვიცი რომ ჩვენ ბოლომდე გავალთ. ბრძოლა შედეგიანი იქნება, ჩვენი სიყვარული გამარჯვებამდე მივა, ჩვენი გზა ევროპისკენ წავა აუცილებლად. ყველას უღმესი მადლობა თანადგომისთვის, მინდა ძალიან დიდი ხელი გქონდეს. დიდი და მთელ საქართველოს ჩაგეხუტოთ. მინდა სულ ყველას გითხრათ, რომ
ძალიან მიყვარხართ ყველა. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ, უდიდესი პატივისცემა თქვენ, სოლიდარობა თქვენ და მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ, რაც შეიძლება მალე გიორგის თავისუფლება. ნანი, ერთ კითხვას დაგისვათ, ვიცი ეხლა წარმომიდგენია, რამდენი ადამიანი გახვევიათ გარშემო და შეიძლება სმენადობაც იყოს ცუდი აქედან წამოსული ჩემი ხმა თქვენთან სანამ მოაღწევს. თქვენ თქვით, რომ თითქოს მოსამართლემ ასეთი რამ თქვა პრეზიდენტს მიმართეთ და შეიწყალებსო. აი, ამაზე მინდა უფრო მეტი მითხრათ. განცხადებას დაწერთ და კი ბატონო, განცხადებას დაწერს და შეიწყალებს პრეზიდენტიო და აი არ ვიცი, უნდა ვთქვა ხმამაღლა, მოურიდებლად რო არც მერიდება, რომ რავი მე საქართველოში პრეზიდენტი თუ ყავს არ მიგძვნია და თუ ყავს დავწერ განცხადებას, მაგრამ ვის შეუტანო და სად შეუტანო ეგ არ ვიცი. ანუ ამ მოსამართლემ გითხრათ თქვენ რომ დაწერეთო ამ გალუსტაშვილს. ნამდვილად მე კი არ მითხრა დარბაზში განაცხადა გალუსტაშვილმა. გასაგებია. მოდით ერთად ვუსურვოთ გიორგის მხნეობა და ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რეჟიმის ყველა პატიმარს. მე კიდევ ერთხელ მოგილოცავ, ჩემი დიდი სიყვარული მიიღეთ ნანი და მინდა რომ ძალიან მალე დადგეს ის დღე, როდესაც მე და თქვენ აი ამ სტუდიაში ერთად ვიტყვით, რომ თავისუფალია უკვე გიორგი მინდაძე და მოსამართლე, რომელიც 21 წლის სტუდენტ ბიჭს აი ამ ყველაფრის შემდეგ უშვებს 5 წლის ციხეში, ალბათ ისტორია დაიმახსოვრებს აუცილებლად მის სახელს სამწუხაროდ არა კარგად, რასაკვირველია. მადლობა, ნანი, მადლობა. გეტყვით, ქალბატონო იგა. სულ კარგად იყავით სულ ყველა, მე ამით ვერ შემაშინებენ ამ 5 წლით, ეს 5 წელი ჩემთვის 5 დღე იქნება, იმიტომ რომ ჩემი ვაჟკაცის სიყვარულით ყველაფერს გადავიტან და მე გიორგის გარდა ძალიან ბევრი ვაჟკაცი მყავს. ციხეში სულ ყველა შვილი უნდა გავანთავისუფლო. არ გავჩერდები, ვიბობოქრებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ბიჭები გულში ჩავიხუტო. ღმერთმა გისმინოთ, რაც შეიძლება მალე. დიდი მადლობა, ნანი, დაგემშვიდობებით.